გამარჯვებით იყოთ მეგობრებო. ყველა გამოსვლა დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. დღეს ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ყველა სიტყვას ძალიან კარგად გააზრებულად უნდა მიცე მიმართულება, აზრს უფრო სწორად მიცე მიმართულება, სიტყვების ისეთ სიტყვებს მოუხმო, რომ არ დაძაბულ სიტუაცია, თუმცა ეს ძალიან ძნელია დღეს, იმიტომ რომ პოლარიზაციის დონე არის წარმოუდგენლად მძიმე. არაფერი ისე არ ანგრევს ეროვნულ სულს, როგორც დაპირისპირება და პოლარიზაცია. აი, ყოველთვის ერთი და იგივე აზრი იყო მეცნიერთა კონგრესში და დღეს უფრო მტკიცდება ეს აზრი, რომ დაპირისპირება მართალიც რომ იყო დანაშაულია. დაპირისპირების დროს მოთმენა, დათმენა და როგორც იტყვიან, დარბაისტური საუბარია ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალისმიერი მეთოდებით დაპირისპირება ვერ დასრულდება. რა ვქნათ ახლა ჩვენ ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პრაქტიკულად პოლიტიკური კულტურა დათათფირების არ არსებობს, კონსულტაციების არ არსებობს და ყოველთვის ვართ მხოლოდ ძალაზე ორიენტირებული. ცოდვაა ეს ხალხიც, პოლიცია, პროკურატურა, უშიშროება, ცოდვაა, იმიტომ რომ რეალურად ხელისუფლებები ებრძვიან და ხელისუფლების წარმომადგენლები ებრძვიან ერთმანეთს და ამ ბრძოლის მთავარ იარაღად გამოყენებულია სწორედ ძალისმიერი სტრუქტურები. თმინით პაექრობა, აზროვნებით პაექრობა საქართველოში მოგდა. არავითარი დარბაისტური ადამიანური ქართული საუბარი არა. არა და ყველაფერს ეშველის გველსახრელით ამოიყვანს ენად კბილად მოუბარი. გითხრა გენიუსმა შოთა რუსთაველმა. არ არის მაგალითები, რამდენის გნებავთ. ისტორიაში რომ არ შევიდეს ერმეში, მე ჩემი მაგალითებით შემიძლია მოიყვანო. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ დაპირისპირება კატასტროფულად მძიმე მდგომარეობა. ტანკები დაიზრა სენაკიდან. ერთხელ, ორჯერ, ორივეჯერ წინ გადადგომა, მისვლა ხალხთან, ხელის ჩამორთმევა, დალაპარაკება, თავდებოდა პრობლემა. გუშინ 19 ოქტომბერი იყო. ვინმე გაიხსენა 1998 წლის 19 ოქტომბერი. დაპირისპირებული საქართველო. სენაკიდან ბათუმში ჩადარებული ტოლვილთა ყრილობა, ფეხით წამოსული ძალიან დიდი რაზმი ტოლვილების, მას უკან მოყვება ტანკები და ყველაფერი მიდიოდა დიდი არეულობისკენ. იმერეთმა, ქუთაისმა განსაკუთრებით, სამეგრელოსთან ურთიერთკავშირში, სიტყვამ ადამიანების ურთიერთობამ ყველაფერი გააჩერა. თუ შენ ხარ დაინტერესებული, რომ ძალისმიერი მეთოდებით მოერიო, ეს რა თქმა უნდა ყველაზე მომნე, ყველაზე დამანგრეველი გზა არის. ძალისმიერი მეთოდების შეთავაზება არც ერთი მხარესგან არ უნდა იყოს, მაგრამ თუ იგი ხელისუფლებისგან მოდის, ეს უკვე კატასტროფაა. თუ ხელისუფლებას აწყობს ის, რომ რაც შეიძლება ბევრი დაიჭიროს, თუ ხელისუფლებას აწყობს ის, რომ რაც შეიძლება ბევრი შეიყვანოს ხაფანგში, ეს არის ყველაზე მზაკრული გზა. ვიყავი და გრჩები იმაზე, რომ ქართველებს ერთმანეთთან საუბარი შეგვიძლია, უბრალოდ მთავარი არის რა განწყობა ხელისუფლებაში. არის ხელისუფლებაში განწყობა იმისა, რომ დათფეს, დავჯდეთ, დავილაპარაკოთ, ხალხის განწყობა ვნახოთ. არის ამის თქვა ეს მიმართულება. ქვეყანა წავაწინ. დღეს ეს მიმართულება არ არის. დღეს არის მიმართულება მე შემგერები. მეორე ამბობს შენ ვერ მომერევი. და ესე არის ლაპარაკი. და მართლაც გენიოსი იყო ეს ორი თხა, ერთ პატარა ხიძე. ეს არის რომ გვასწავლიდნენ, ეს არის უნიკალური რამ. ამ მდგომარეობაში დღეს ქვეყანა. ყველა ყოველთვის, ყოველ დროში პასუხისმგებლობა
პოლარიზაციაზე ეკისრება ხელისუფლებას. ეს ბატონმა ბიძინევანიშვილმაც თავის დროზე ძალიან გამოკვეთილად თქვა, რომ ხალხი ქუჩაში გამოყავს ხელისუფლებას. ეს არ არის მისი სიტყვები, ეს ისტორიაა, კაცობრიობის გამოცდილებაა, მაგრამ მან ეს გაიმეორა. ხალხი ქუჩაში გამოყავს ხელისუფლებას, არაერთ გზის. ჩვენ ცოტა ხანში გამოვიყენებთ ბატონი ბიძინევანიშვილის ერთ გამოთქმას, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რაც დღეს ხდება ქვეყანაში. და მიზეზი რა არის ბატონებო? რასაც მუდმივად და ყოველთვის საუბრობს მეცნიერება, კაცობრიობის გამოცდილება და ქართული გამოცდილება. მართვის სისტემა ავადმყოფი ამ ქვეყანაში. მართვის სისტემა არის ავადმყოფი. მართვის სისტემა კორუმპირებული ამ ქვეყანაში. დამოუკიდებლობის აღდგენამდე რაც ჰქონდა, ის იყო საბჭოთა სისტემა. არ გვინდოდა იმ სისტემას ჰქონდა თავის პლუსები და უამრავი მინუსი. რაც დამოუკიდებლობა აღდგა, იმის შემდგომ პლუსის გარეშეა და მხოლოდ დაპირისპირებაზეა ორიენტირებული. ხელისუფლება ვერ მოვიდა, რომელიც ეროვნული განწყობით იქნება. ხელისუფლებები არიან, რომლებიც ხის თამაშს თამაშობენ მუდმივად. დღევანდელი ხელისუფლება გონიათ თამაშობს ეროვნულ და ესე იგი ეროვნულ პროცესშია, დიდ შეცდომას უშვებთ, ვინც ამას ფიქრობთ. ებრძვის ამერიკას და იმას აბსოლუტურად მიუღებელი არის ამერიკას და ევროპას, დამთვალე აქვს ურთიერთობა რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან, არაბეთთან, ესე იგი თურქეთთან. ჩვენი ისტორიაა დავიწყებული. მე მესმის, რომ ვიღაცას აკრიტიკებდებ, მაგრამ სხვის მხარეს არ უნდა იყო და ზურგს უკან სხვასთან მოლაპარაკებებს არ უნდა წარმოებდე. რეალობა ეგ არის. აი, როდესაც ვთქვათ, აი ეს სიტუაცია და პირველ რიგში ის, რომ მართვის სისტემა, ანუ ერთ კაცია აგებული. ეს კაცი ხან ჩანს, ხან არ ჩანს. იყო შევარდნაზე, ვიცოდით და ჩანდა ის. და ვიცოდით, რომ ის მართავდა, ცუდად იყო, კარგად იყო და შეხვედრები ჰქონდა, გამოდიოდა ტელევიზიით, პრესკონფერენციებს ატარებდა ორშაბათობით ჟურნალისტებთან და ნუ ჰქონდა თავის სისტემა იმას, მე ვთვლიდი, რომ არასრულყოფილი, მაგრამ იყო, სისტემა იყო. მოვიდა სააკაშვილი, ხალხში იყო გასული, დადიოდა. ჰქონდა მას სისტემა, ცუდი იყო, კარგი იყო, ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა. და ვიღაცას დატუქსავდა, ვიღაცას რაღაც გააკეთებდა. მიიღე სისტემა, რომ ვინც მართავს ქვეყანას არ ვიცით. არც ხელისუფლების წარმომადგენლები არ იციან და ფიქრობენ, რა, აი როგორ მოიწონებს ამას თქვათ ვიღაცა სხვა და აი როგორ იქნება, აი ეს კატასტროფაა, როცა თქვათ არის, როცა არ უსმენ პირველ პირს მთელი ქვეყანა, ვინც მართავს საზოგადოებას, იმას არ უსმენ და სხვები ლაპარაკობენ მისიანით. ეს ყველაზე მძიმე რთული პერიოდია. და ამ დროს ასე იგი ქვეყანაში დაპირისპირება აბსოლუტურად არასწორი იყო განცხადება, რომელიც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც ქუჩაში მოყვა ძალიან ლოგიკური და სწორი გამოსვლა ადამიანების. ვის ჭირდებოდა ის? იმას, ვისაც ჭირდებოდა დაპირისპირება. ვინ დაიწყო დაპირისპირება? ხელისუფლებამ. და ხელისუფლებას აღარ აღმოაჩნდა მერე ძალა, რომ ეს დაპირისპირება კი არა ემართა ხაფანგის დაგებით, არამედ ეს დაპირისპირება დაესრულებია. და იმის შემდგომ კიდევ და კიდევ უფრო დაპირისპირებას შევდივართ. მე გავიხსენე გუშინდელი დღე, აი 19 ოქტომბერი 98 წლის. ბატონებო, დღე ძალიან ადვილია ბევრი ვინმესთვის ამის ისა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 40 ერთეული ტექნიკა ორი მიმართულებით მოდის იმერეთისკენ, ქუთაისში გაჩერდებიან ერთი დღე, ორი დღე თუ რამდენიმე საათი, ულტიმატუმს აყენებენ. თუ ეს ულტიმატუმი არ შესრულდება და არ შესრულდება და ვიცოდით წინასწარ, მიდის თბილისისკენ, მე მთავაზობენ იმას, რომ ვიცე-პრეზიდენტი გახდები, მცხეთაში გამოვაცხადებთ ამას ყველაფერს და მთელი უბედურება მისტრიალებს ყველაფერი, ეს ყველაფერი იმართება ბათუმიდან. იმ დღეს მიხეილ სააკაშვილიც ის იყო, იქ იყო 19 ოქტომბერს 98 წლის, რომელსაც მალავდა და მერე გახდა ეს ცნობილი. და რა გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა მიიღო, რომ გადაწყვეტილება, რომ გაუშვა თბილისისკენ ისა. რა გადაწყვეტილება მიიღო იმერეთმა, ქუთაისმა? არა. დავხვდეთ, რომ სისხლის ზღვა არ მოხდეს თბილისში. ძნელი იყო. ტანკების წინ დახვედრა. მაგრამ მადლობა იმ ხალხს, ვინც იქეთ მხარეს იყო.
მარტო მივედი მარტო ტანკზე ყავდათ ხელებაწეული პოლიციის სამხარეო უფროსი სამხარეო პოლიციის უფროსი ესე იგი თემი სამტრედიის რაიონის ხელმძღვანელობა ყველანი სასაფლაოს თავის მშობლების წინ ხელებაწეული საშინელება რაც მეუნახე მაგრამ უკან არ გავრუნებული ვარ მივედი და ქართველებს დაველაპარაკე ყველას იარაღი ეჭირა ხელში მაგრამ ქართველები ვიყავით ორივე მხარეს და არავინ იარაღს ხელი არ გამოკრა და დაწყნარდა იმ დღეს საქართველო რომელიც გაეხრებოდა წარმოუდგენელ სამოქალაქო ომში მე ამ ეს მაგალითი იმიტომ კი არ მაქვს რომ თქვათ აი მე რა გნაბიჯი გადავდგი რა შვებით ხალხო რატო აკეთებთ ამ პოლარიზაციას გეხვეწებით გემუდარებით არ არის ეს საქართველო არ არის დაპირისპირების წინ ვერ წავა არ არის ეს საქართველო დაპირისპირების ქვეყანა არ არის ეს არ შეიძლება ამ ქვეყანაში სადაც ნათესაური ადამიანური მეგობრული მეზობლური ურთიერთობები ასეთი ისტორიულად ძალიან ტრადიციული და ძლიერია ამ ქვეყანაში დაპირისპირება გაცილებით უფრო დამძრგუნველი და დამანგრეველია თუნდაც ნებისმიერ ქვეყანაში ამერიკით დაწყებული რუსეთით დამთავრებული და ჩინეთით დააშენებული სადაც მეზობლები ერთმანეთს არ იცნობენ საქართველოში ერთმანეთის ნათესავები ვართ, ახლობლები ვართ, მეგობრები ვართ. აქ დაპირისპირება არის მომაკვდინებელი ერისთვის, ქვეყნისთვის. ვისაც ეს შეგიძლიათ, ეს უნდა დასრულდეს და არა უნდა გაძლიერდეს და უნდა განვითარდეს. ეხლა ახალი კანონი შემოდის ყოველგვარ იმის გარეშე და განათლების. აბსოლუტურად, ესე იგი, მე გადატანილი მაქვს ეს ვინმე გეკითხება, რას და როგორ ჩავედი ასე იგი შვეიცარიაში და იქ ვთქვათ ვნახე განათლების საერთაშორისო ცენტრში ვიმუშავებ ქვეყანა რამე შევისწავლებ და მივიღეთ გადაწყვეტილება რა ვიზე დიმიტრი უზნაძეზე განწყობით იმიტომ რომ მას ჰქონდა დაწერილი განათლების პირველი კანონი წაიკითხეთ კარგად ვინც ეს კანონი ეხლა შემოიღო იმას არ აქვს საკითხული ეს არაფერი და ასე შემდგომ აი რეალურად მე არ მინდა განათლების პირველი მინისტრი ბატონი ლომაია რომ იყო ყველაზე სწორი შეფასება ქუთაისის რეფორმას მან მისცა მე არ შემიშვეს იმ დარბაზში როცა ამას აჩერებდნენ იმ რეფორმას მაგრამ თქვა 20-25 წლის მერე თუ მივალთ აქამდე დღეს სახელმწიფოს ამის გაკეთება არ შეუძლიაო ეს ლომაია სიტყვები არის ოპერის თეატრში როცა მასწავლებლებს ხვდებოდა და გააჩერეს ის რეფორმა იმიტომ კი რა ცუდი იყო იმიტომ რომ კარგი იყო სწორი იყო და საქართველოს დღეს არ არის მზად ამისთვისო თქვენ წარმოგიდგენიათ რომ იმის შემდგომ აი დიმერამეები გადავიტანეთ ყველაფერი რაღაცა აი დიმიტრი უზნაძეზე დაყნობით გაკეთდა ყველაფერი ეს განათლების საერთაშორისო ცენტრში სწორედ შვეიცარიაში მითხრეს რომ თქვენ ვისგან უნდა ისწავლოთ განათლების რეფორმა როდესაც ყავდათ გენიოსი დიმიტრი უზნაძე და იმის თეორიაზე განწყობის თეორიაზე აგებული ძალიან ბევრ ქვეყანაში და ჩვენ გვინდა რომ თელ მსოფლიოში ასე იყოსო ვიმეორებ რომ ამ უნივერსიტეტებზე ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ინსტიტუტებზე კიდევ უფრო დაძაბვა მესმის ეს რატოა რაღაცა უნდა გადაიფაროს ერთი მეორეთი უნდა გადაიფაროს ეს სისტემა არ წაიშალა ამ ქვეყანაში როდესაც ოქროაშვილის პრობლემები შეექმნა და ჟურნალისტები და რაღაცები დაიჭირეს ქუთაისში შეიკრიბნენ და აგერხავთ ბესელია თქვენს რიგებშია პოლიციის და კითხეთ მამამისი მოიწვიეთ შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო მაშინ იქ და მოიწვიეთ და გეტყვით ის რომ რა ვქნათ როგორ გადავიტანოთ ყურადღება სხვა რამეზე და შეუვარდნენ სახში ფილიპიას და შიშველი ქალი ტელევიზიები დაჩვენეს როგორ დარბოდა იმაში აი ასია რაღაცას თქვათ აი ოღონდ დაავიწყონ ესე იგი არაბეთიდან ვინმე ჩამოყვანა დაავიწყონ პრობლემები დაავიწყონ არაბული სოფლები როგორ შენდება დაავიწყონ ის ინვესტიცია რა დაფის არაკეთებს რომ დაავიწყონ რომ ირანული სოფლები როგორ ჩინური სოფლები როგორ კეთდება დაავიწყონ ამის ისა და ამიტომ ეხლა ახალი და ახალი შემოდის ყოველდღე ხალხო ადამიანებო ქართველებს მოეკეცით ქართულად ადამიანურად მოეკეცით ქართველებს ხელისუფლებას მოგმართავთ ეს ნუ ვაჩმორებთ ხალხს ცუდი სიტყვა გამოიყენე მაგრამ ლიტერატურული ერთმა პიროვნებამ უცხოეთიდან მომწერა ძალიან ძლიერმა პიროვნებამ განათლებულმა კაცმა მომწერა რომ დიპლომატებს და სხვებს აქეთ ხვდებიო და ყრუმინჯების ქვეყანაში მგონია თავიო რომ ეკითხები რამდენ ხელს ასე აკლებენო ხელსო ისე მელაპარაკებიანო რომ აი არა და ესე თითებით მელაპარაკები ეშინიათ რაღაცის თქმა რა ქვეყანაა ეს რა არის ეს ხალხო
სადაც არ წავედი, ახმეტაში ვიყავი, ამ რამდენიმე ხნის მუჭიდავეებთან ერთად ძალიან დიდი, სერიოზული და მადლობა მათ, მსოფლიო ჩემპიონები და რა ვიცი, ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონები და ამ შემდგომ. კაცი ვერ ნახე, რომელიც ამბობდა იმას, რომ თქვათ, კარგი ეს დაპირისპირება. მაგრამ ხედავ ადამიანებს, რომელსაც უხარიათ ვიღაცას უიჭერენ. კობი, მაგრამ ამ ხალხს ვერ ვაკრიტიკებდი, მაშინ ვამბობდი, რომ არ შეიძლება პრემიერ-მინისტრი იყოს ღარიბაშვილი. და რომ ვამბობდით ამას. და ვამბობდით იმას, რომ მინუაშვილმა მაფიური სისტემების შექმნა ქუთაისში, აგერ და ლამის ესე იგი მაფია, ვარის მაფია დაასვა ქუთაის თავზე, ამას ვამბობდი მაშინ. ბიძინევანიშვილი მაშინ ამბობდა იმას, რომ გენიალური მინისტრები ყავს და გენიალური უშიშროების ხელმძღვანელი ყავს და ამ შემდგომ დღეს აღმოჩნდნენ ესენი მე უბრალოდ მე არავის დაჭერის მომხრე არა ვარ. მე არავის იმის მომხრე არა ვარ, როგორც ხდება ის, რაც პრეზიდენტ სასახლეში მოხდა, ამას საუკუნეების მერე შეაფასებენ. მე არ მინდა ბევრი რამ ამ კუთხით რაღაც იმის მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საზოგადოება როდესაც გააცნობიერებს იმას, რომ პოლარიზაცია, დაპირისპირება საქართველოში ნათესაობით, მეგობრობით, მეზობლობით, ნათელმირეობით გამორჩეულ ქვეყანაში, მსოფლიოში ერთ-ერთ უგამორჩეულეს ქვეყანაში, სწორედ აი ამ ნიშნებით, რომ დედმამიშვილობით, დედაშვილობის, მამაშვილობის, დედმამიშვილობით, ნათელმირეობით სავსე და ნათესაობით, მეგობრობით, ამაში დაპირისპირება ეს არის კატასტროფა. კატასტროფაა ეს. არც ერთი ქვეყნისთვის მას ისეთი იმის დამთრუბუნველი და დამანგრეველი როლის შესრულება არ შეუძლია როგორც საქართველოსთვის. ამიტომ არის რომ ვამბობ, რომ გეხვეწებით, გემუდარებით, ხალხო ადამიანებო დაჭერა არ არის მთავარი. არ არის დაჭერა მთავარი. მე არაზო ჩავედი ქუთაისში და მითხეს ყველა დირექტორი დასაჭერიაო, ერთი კაცი არ დამიჭერია. მაგრამ ყველაზე უკეთეს მდგომარეობა ქუთაისში შეიქმნა. ადამიანებს მოვეცეთ ადამიანურად. ეს არის ამოცანა და დავაფიქროთ ბევრ ამაზე, არავინ არ გეუბნებათ რომ რაღაცაში უკან დაიხიეთო, რაც არის გასაკეთებელი, რაც არის ქართული. ყალბია ის, რასაც თქვენ ქართულს ეძახით, ეს არის ყალბი, ეროვნული პათოსი. თქვენ გჭირდებათ ეს ადამიანი, რომელიც ამბობდა რომ ეროვნული არ გამაგონოთო, ეხლა გამოდის ეროვნული, ნამდვილად რომ ეს არის კიდევ ერთხელ ყალბი, ეროვნული პათოსი. არამთავარი ეროვნული იმაში არ არის. ორი ძალა არის პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს არის ურა პატრიოტები და ულტრალიბერალები. ქართული არ არის არც ერთი. არც ურა პატრიოტიზმია ქართული. და არც ულტრალიბერალიზმია ქართული. მე ძალიან ბევრი რამ მაქვს, აი ახლა არ ვიცი, როგორ თუ ტექნიკამ როგორც იცის, აი ეგ ჩვენ ვამბობთ სიმართლეშია, ხო? დღევანდელი გადაცემის მე დღეს აღმოსაც ამ პრინციპით მიგნება გადაცემა, იმიტომ რომ ძალიან მოკლე გადაცემა იქნება, ხოლო თეზისებით ვამბობ, მართვის სისტემით დამარცხებული და გამარჯვებული, მართვის სისტემით მსხვერპლი და დღეს და მომავალში. მართვის სისტემით დამარცხებული არის საქართველო. დღევანდელი მართვის სისტემით დამარცხებული არის საქართველო. დღევანდელი მართვის სისტემით გამარჯვებული არის ოცნება, მაგრამ დროებით. მართვის სისტემით მსხვერპლი არის ყველა, ვისაც იჭერენ და ვისაც დაიჭერენ. რატომ? იმიტომ რომ სისტემაა კორუფციული. თუ არ იპარავ, ვერ იქნები ხელისუფლებაში. და როცა უნდათ, მაშინ დაგიჭერენ. ჩაშვების ინსტიტუტია. გამოუშვეს პიროვნება, იმიტომ რომ თავის ხელმძღვანელზე ილაპარაკა ცუდი. ასე ახლა ალაპარაკებენ ერთმანეთზე. და გადაეკიდება მთელი მეგობრობა, ახლობლობა, ყველაფერი გადაეკიდება. ქართული იკარგება ხალხო. ადამიანებო, აი გულზე ვარ გამსკდარი, რომ როგორი არაქართულად იმართება საქართველო. არაქართულია ის, როდესაც დაპირისპირებაზე ხარ ორიენტირებული. ხშირად მომყავს მაგალითი ქუჯის და ფარნავაზის. ვერ გაერთიანდებოდა საქართველო. ქუჯი რომ არ ყოფილიყო. მაგრამ ჩვენ ფარნავაზი ვიცით მეფე, მაგრამ ქუჯი იყო მთავარი. ქუჯი არ წავიდა დაპირისპირებაზე. მასაც ეკუთვნოდა, ისიც შეიძლება გამختارიყო, მაგრამ თქვა რომ არ მიჭიდაო, იყავი შენ. წავიდა ამაზე. ამის თქმა ხوار შეუძლია නම් სააკაშვილის ხوار შეეძლო და ის ხო განელურდა მთლიანად პარტია რა ნაციონალური მოძრაობა. ამ გზას ადგას ოცნება. ორი პოლიტიკური ძალა დაეტაკა ერთმანეთს და უყავთ ქვეყანას. და ადამიანები დაიყვნენ, ახლა რომ გავყვე აქ, მეკითხარით თქვენ რომ მართვის სისტემით დამარცხებული. ეს არის საქართველო. მართვის სისტემით გამარჯვებული დღეს ეს არის ოცნება. და
და მინდა ვირწმუნო დროებით რაც უფრო მალე გააცნობიერებენ თვითონ იმას რომ დღეს მათი გამარჯვება დამარცხების ტოლფასია მათი გამარჯვება დღეს მათთვის დამარცხების ტოლფასია და მათთვის სისტემის მსხვერპლი ესე იგი დღეს არის ყველა ის ვინც დაიჭირეს ვისაც დაიჭერენ ეს არის ხაფანგი დაგებული ხელისუფლების მიერ და მომავალში მათთვის სისტემის მსხვერპლი გახდება ეს ხელისუფლება ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან მე არ მინდა რომ ეს ხელისუფლება მსხვერპლი გახდეს ამ მათთვის სისტემის და არ გახდება თუ არა საქართველო დაიღუპება მე არ მომგებ იმას რომ ეს ჩემი აზრია არ დაამორგებ ეს ერთად კომუნიზმს ეს კაცობრიობის გამოცდილებაა იმპერიები დაინგრა ნახეთ საქართველოს ცხოვრობს როდესაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ვიღებდი მონაწილეობას ჩემი თავარი იყო თავარი მოწოდება მოკლე მოწოდება იყო ასეთი რომ სიყალბეში ცხოვრობს ქვეყანა და კორუფციაში აი აქ არის გადმოტანილი რაც უფრო ღრმა ტყუილში ცხოვრობს საზოგადოება მით უფრო ეზიზღება მას სიმართლის თქმელი ჯორჯ ორუელი ვინც მოატყუა ქვეყანა ხელისუფლების სათავეშია ვინც მართალს ეუბნება მსხვერპლია უამრავ ადამიანს არ მოწონს ახლა ჩემი გამოსვლა უამრავი ადამიანი ახლა ზიზღით მიყურებს მე რატო იმიტომ რომ მოცნების მომხრეა იმიტომ რომ ვიღაცა ნაციონალური მოძრაობის მომხრეა ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ დააგდო მიწაზე საქართველო გაანადგურა ქვეყანა და ანადგურებს ამას ქვეყანას და ამას მხარს უჭერენ ისინი ვინც არერთ ან მეორე მხარეს ესე იგი ემხრობიან შემდგომი ქვეყანაში დიდი პოლიტიკური ნაგავი დაგროვდა ამას არავინ არ უარყოფს ეს მესტიეთა კონგრესის პოზიცია და ნახეთ მაგრამ რა არის საჭირო დამარხვა ამ ნაგავი რომ დავმარხოთ ეს ნაგავი ეს ომის გზა უდანაკარგოდ გადამუშავება სიკეთით გამარჯვების ტვინი მეორეს უნდა უდანაკარგოდ გადამუშავო პოლიტიკური ნაგავი რომელიც დღეს ქვეყანაშია ეს ასე არ მიდის ამით გზით კი არ მიდის ამ მიდის იმაზე რომ მოკლა უნდა გესროლო უნდა დაგმარხო უნდა აგგზავნო უნდა ყველაფერი წაგართვა ყველა უფლება წაგართვა ეს უკუ რეაქციას იწვევს ერთი ასეთი რამ იწვევს მეორეს ბრადგინდეს რევანშიზმი აქედან იწყება რევანშიზმი ცხოვრობს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მაგალითად რევოლუცია არ ყოფილა რევანშიზმი გამარჯვებული ესე იგი დამარცხებული იბრძვის გამარჯვებულის დასამარცხებლად მე ის დამარცხებული იბრძვის ამას და გაღებით და არ არის დღეს ამის დრო მე ცოტა დრო მაქვს ამ იმაში დააკვირდით როგორი გამონათქვამია ვისი სიტყვებია ესენი ჩერჩილის კარგად ჩავიჭედოთ აზროვნებაში მე თვითონ თემურ შაშიაშვილს ვეუბნები რომ გახსოვდეს ეს გახსოვდეს მე რომ ვიყავი ხელისუფლებაში მახსოვდეს და ხალხს ვეუბნებოდი თუ შეატყობ რომ მთავრობა მოგწონს სასწრაფოდ ფსიქიატრს მიაკითხეთ ეს უინსტონ ჩერჩილის სიტყვებია დავანებოთ ბატონებო თავი ამ ბიზნესტობას სააკაშვილისტობას ყველასტობას დავანებოთ თავი არ არის არც ერთი მომის ღირსი რო არ არის ეს ერთია მაგრამ საქართველოს არ შეიძლება ვინმესტი იყოს საქართველოს მომხრე უნდა იყოს შენი ქართულის და ეს ერთის და მეორეს ანგრევს ყველაფერს ხელისუფლება კი არ უნდა გიყვარდეს მე ეგეთი რამე არც ვიცი ხელისუფლებას უნდა თხოვდე რომ იმუშაოს და საქმე გააკეთოს ნახეთ ჩვენთან ლაპარაკობენ იმას რომ მშვიდობა რაღაცა დაასჩენო ბენჯამინ ფრანკლინის უნიკალური დიდი პიროვნება იყო ის ვინც დათმობს თავისუფლებას დროებითი უსაფრთხოების მისაღებად არც თავისუფლების ღირსია და არც უსაფრთხოების ჩვენ დღეს ლაპარაკობთ რომ აი რაღაცა უნდა დავთმოთ ყველაფერი იმის გამო რომ მშვიდობა იქნება მაშინ როდესაც ადამიანი იქნება თავისუფალი საქართველოში ადამიანი თავისუფალი არ არის ადამიანი რომ თავისუფალი იყოს პირველ რიგში მას უნდა კონდეს საარსებო მინიმუმი საშუალო ფენა უნდა იყოს დიდი საშუალო ფენა საქართველოში არის 2-3% 85-90% არის ღარიბი 5-7% არის მდიდარი როგორ შეიძლება აი როგორ გეკითხებით ამას რომ აი რანაირად უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ის რომ თქვათ ესე იგი
თუ ამ გზით არ მიდიხარ, შეიძლება რომ 20 რამდენი წელია 99 წლის შემდგომ, არა? 90 წელში იყო არჩევნები, ხომ? გავიდა რამდენი წელი? 36, 25, 36 წელი. 25-36 წლის განმავლობაში დასაწყისში იყო საშუალო ფენა იყო 60%. დიდარი იყო 20%, ღარიბი იყო 20%, მაშინ 90 წელში. დღეს პირიქით კი არ არის უბრალოდ კატასტროფული მდგომარეობაა. მე ციცერონის სიტყვებსაც გავიხსენებ აქ, იმიტომ რომ თქვენ არ იფიქროთ, რომ მე ჩემი რაღაც მოსაზრებებით, გეუბნებით, კაცობრიობის გამოსtildeებით ვისაუბროთ. აქ ძალიან კარგად წერია, ის ვინც დათმობს თავისუფლებას დროებითი უსაფრთხოების მისაღებად, არც თავისუფლების ღირსია და არც უსაფრთხოების. დიდი კაცნათქვამია და ძალიან ძლიერი გამონათქვამია. ყოველთვის მქონდა აზრი და ამ შემთხვევაში მესტიებთა კონგრესის სახელით ვიტყვი ამას, რომ მომავლის საქართველო იმ ხელისუფლებაშია, რომელიც ქვეყნის შიგნით თავისუფალია შურისძიებისგან და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებისგან. მათ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ჩვენ ხალხო როდის ამირჩიეთ ერთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით შურისძიებით, ანუ რევანშიზმით არ იყო და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებით არ იყო. რა გვიკვირს? რატომ ვაკეთებთ ამას? დღეს ოცნება თავისოზე ნაციონალური მოძრაობა კატასტროფა იყო, შურისძიებით სავსე გარედან მართული. ოცნება არის კატასტროფაზე მეტი კატასტროფა, შურისძიებით სავსე, დაჭერებით სავსე და ესე იგი გარეთ ვალდებულებებით დახუნჯული. აი ხა ამ იმას უდავამთავრებ, მაშინ მინდა ის მოემზადოს იქეთ, რომ ცოტა ხანში დაგჭირდება ალბათ, რომ ის გავცეთ ეს სიტყვები. აი ნახეთ, ხელისუფლებები იჭერენ და ასამართლებენ. ეს მესტიებთა კონგრესის და ჩვენი მოსაზრებაა. ხელისუფლებები იჭერენ და ასამართლებენ. დრო ხელისუფლებებს ასამართლებს. ყველაზე მძიმე სასამართლო დროის სასამართლოა. მომავალში რა სიტყვია? მომავალში. იმ ხელშეკრულების გამო, რომელიც ერეკლე მეორე მოაწერა, დღეს ხედავ ამაშიც გაყოფილია ქვეყანა. 33 წელი, 37 წელი ყველაფერი მართალი ეგონათ მაშინ, ვიტომ ღია სასამართლოები იყო, გადატრიალდა ყველაფერი, ხომ? რეალურად. ყველას ეგონა რომ საბჭოთა გამოცდილებაზე არ ვილაპარაკობ, სოფლიო გამოცდილებას ამას ადასტურებს. ამას უნდა გაფრთხილება ამ გამოთქმას და გააგვედით. ხელისუფლებები იჭერენ და ასამართლებენ, დრო ხელისუფლებებს ასამართლებს. პირველი არც ხალხს და არც ხელისუფალს არ უნდა გვიხაროდეს, ანუ ხელისუფლებები რომ იჭერენ და ასამართლებენ, ეს არც ხალხს და არც ხელისუფლებებს არ უნდა გვიხაროდეს, არ დავუხარიათ საქართველოში. მეორე კი ხელისუფლების მხარდამჭერთ განსაკუთრებით ხელისუფალს უნდა აშინებდეთ, ხელისუფლებას უნდა აშინებდეს რაც სიტყვის მომავალი. დღეს დაშ გიკრავს ბევრი ვინმე, მაგრამ ხვალზე ძალიან კარგად ვიცი, რომ ყველაზე მძიმე პერიოდად საქართველოში ბოლო ესე იგი ერთი საუკუნის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში ყველაზე მძიმე პერიოდად მიჩნეული იქნება ბოლშევიკების მერე, ალბათ მიჩნეული იქნება ოცნების ხდება ეპოქა. ეს მე მძიმე რამე ვთქვი, შევწდი, ბოდის მოვიხდი, მაგრამ დრო ამას დაადასტურებს. ეს კაცობრიობის გამოცდილება არ არის ჩემი ისა და ამიტომ არ მინდა რომ ეხლა ყველა ისინი რომ მოიყვანენ, მინდა ვთქო, ეს და მანიშნეთ როგორმე რომ აი შუქს თუ ჩააგროთ, ესე იგი მე გავიგებ იმას, რომ თქვენ იმ მასალას აჩვენებთ და როდესაც აჩვენებთ, მე გავაგზავნებ გადაცემას. არ შეიძლება მათ დააპატიონ მთელი საქართველო. წარმოუდგენელია და მიუღწეველია ეს. გაიხედონ წინ, უფრო წინ გაიხედონ. აფრიკის ქვეყნები ამოდიან აქედან. ესენი ქართველებს უპირებენ უკან. იქით წაიყვანონ. საოცრებაა. სად იყურებიან? მუდმივ ტერორში ეყოლებათ ქართველები. კიდევ უფრო გაღარიბებაზე წაიყვანენ? კიდევ იქით გადაღუნავენ იმ მხარეს, სადაც ესენი მიდიან? ეს ხო გასაგებია, რომ ოდესღაც ეს ზაფი გაწყდება. ნებისმიერი ქუჩაში გამოსვლა და დემონსტრირებები. როგორც ესე ყოველთვის ხელისუფლებაზე მეანიშნებს, რომ რაღაც არ მოსწონს, რაღაცას ხელისუფლება ვერ ახერხებს და ხალხი ცდილობს რაღაც სხვა გამოხატულებებით ეს დააბალანსოს. ნახეთ თქვენ,
ესე იგი, რასაც უწულებდა, აქ ერთი და ორი მაგალითი კი არ არის. ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე ბევრ სწორ რამეს ამბობდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ამას ყველაფერი შეცვლიდა დროის მიხედვით და რა გითხრა, რომ 2 წელიწადში ეს, 3 წელიწადში, 5 წელიწადში ჩვენ ფუფუნებაში ვიცხოვრებთო. ხალხში იყო ლაპარაკი, კომუნისტში ვიცხოვრებთ. და 13 წლის თავზე დაპირისპირებული ვართ იქამდე, რომ ლამის შევასყდეთ ერთმანეთს. ადამიანი რომელიც გვპირდებოდა იმას, რომ რა დაჭერები, რის დაჭერები, აფრიკისკენ უმიდიხართ, ამას თუ ვაკეთებთ, იმას თუ ვაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი დააშენგონ და ასე როგორ შეიძლება და ხალხს ხელისუფლებას ხალხი გამოხავს ქუჩაში და ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, რომელიც ხალხზე ფიქრობს, ხალხზე ზრუნავს და ასე შემდგომ და საპირისპირო ყველაფერი. და იმ რიტორიკული კითხვა, საით დიდი საქართველო? დღეს ლიტერატურულმა საქართველომ გამოაქვეყნა ქალბატონ ლუარა ნიჟარაძის უაღრესად საინტერესო. ლუარა ნიჟარაძე არის ძალიან მოაზროვნე ქალბატონი, დოქტორი მეცნიერების, იძულებული გახდა რომ წასულიყო და იტალიაში ოჯახში მუშაობს. ხელისუფლებაში იყო ადრე, მაგრამ რომ მიხვდა რომ გადარჩენა იყო იმაში, რომ ახლობლები ნაცსაები და ოჯახი რო გადაარჩინა, წავიდა იქეთ. ძალიან აქტიურია და გამოაქვეყნა დღეს და დიდი მადლობა გაზეთ ესე იგი ბატონ ჯუბა ღებელს, რომელიც რედაქტორს გაზეთ ლიტერატურული საქართველოსი, რომ ეს მასალა გამოქვეყნდა. ჩვენ ხვალ სწორედ ბატონ ჯუბასთან ერთად გავაგზავნებთ ამ საუბარს. მართლა საით მიდის საქართველო? რა არის? დაპირისპირების გზაა ქართული. დაპირისპირების გზა არის დამონების გზა. დაპირისპირების გზა ეს არის ერთი ჯგუფის გაბატონება მეორეზე. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერთ პოლიტიკურ მაფიას დღეს ცვლის მეორე პოლიტიკური მაფია ქვეყანაში. იმიტომ რომ ვინც დარჩა და ვინცაც ბატონი ბიძინა ლაპარაკობს, რომ ვინც ვიცოდ ამდენი ხანი 40-25 წელია მუშაობ ღარიბაშვილთან ერთად. ეხლა გაიგეთ ვინ იყო რა და ან კიდე სხვები, ამათთან ხო ხელისუფლებაში მოსვლადებს მუშაობდი რა ყველასთან. და ვინ და თქვენ ხომ პირველი იყავით, ვინ სააკაშვილს ეხმარებოდით და რევოლუციაც 2013 წლის რევოლუციაც ხო დააფინანსეთ. 2008 წელშიც ხო ეხმარებოდით, 2009-შიც ხო ეხმარებოდით, 2010 წლამდე ხო ეხმარებოდით მათ. ეხლა როდესაც გასამართლებას ამბობთ, საკუთარ თავს ასამართლებთ, ხომ? გასაგებია. გასასამართლებელია დღეს ნაციონალური მოძრაობაც, გასასამართლებელია ოცნებაც. ჭკვიანი ადამიანი დღეს იფიქრებს დიდ შერიგებაზე. ჩვენ მეცნიერთა კონგრესი სწორედ ამ განწყობით ვართ. არა გასამართლების. ჩვენ შევქმნით ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას და ჩვენ ვთქვით, რომ ყველა ხელისუფლება უნდა სამართლებოდეს, მისი 4 წელი დაამთავრა, უნდა გასამართლდეს ხალხი და მოცემულია პირობები იქ და ევროპის სასამართლომ და მაშინ მისმა პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა, ძალიან მიღებულია და ბატონი მინდია უგრეხელიძე გახდა ამ სასამართლოს თავმჯდომარე. ჩვენ ვიცით ეს როგორ უნდა გაკეთდეს. ჩვენ უკან არ გავიხევთ. არავითარი თუ ხელისუფლება არ წავა დიდი დიალოგის გზით, ხალხთან დიალოგის გზით, ხალხთან მართალი საუბრის გზით, ხალხთან მართალი საუბრის გზით. თუ ხელისუფლება ასეთი თვითკმაყოფილი იქნება, თუ ხელისუფლებას გონია რომ ფულით უნდა იყიდოს ყველანი, ეხლა გახარია შემოიბრუნეს თავისკენ, არა ვისეპარებოდა იჭვი. თავიდანვე ვთქვით რომ ესეთი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს ან გარეძალა რუსული ათამაშებს ორივეს. იმას რაც უნდა იყოს თქო. ეს ჩვენი სიტყვებია, რომელიც მაშინვე ითქვა. კი, მაგრამ მეცნიერთა კონგრესმა ბატონო გიორგი მაშინვე არ გითხრათ, რომ 48% ხართ, შედით ყველანი შიგ. როდის იყავით მართალი ბიძინა ივანიშვილთან რომ მიდიოდით და დიდ ფულებს შეულობდით, თუ ბიძინა ივანიშვილს და რო წადით, როცა თუ მე როდესაც შეუერთით ამ ოპოზიციას, თუ მე ამ ოპოზიციას რო გაეთიშეთ, ხომ არ შეიძლება რომ ყოველთვის მართალი იყოთ. აი ამიტომ ვამბობთ, დღეს საქართველოს ჭირდება ძალიან დიდი კულტურა და ისეთი პოლიტიკოსები და მართლაც ეროვნული თანხმობის პარლამენტი. ეროვნული თანხმობის პარლამენტის გარეშე ეს ქვეყანა კრიზისში უფრო ღრმად შევა და ამას ვეღარ გაუძლებს და ყველა პარტიას მიუმართავთ. თუ გინდა თქვენ საქართველო, დაუბრუნდეთ მეცნიერთა კონგრესის იდეას ეროვნული თანხმობის ხელისუფლების თაობაზე. დღეს მე ამ საუბარს გავაგზავნებ 23 საათზე Facebook-ზე, ხვალ გავაგზავნებ ამას ჩემს საავტორო გადაცემაში, ბატონ
ეს ბატონ ჯუბაღელებთან ერთად და ამ კვირაში ჩვენ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ. საით მიდის საქართველო? ჩვენ შეიძლება რომ ევროპას ასე ველაპარაკოთ, მიმაჩნია რომ არა. ევროპა არ არის ევროკავშირი. და ევროპა არ არის ეუთო. და არ არის ევროპა, ამერიკა კიდე რომელიმე პრეზიდენტი და ხელმძღვანელი. ჩვენ არავის ფეხქვეშ არ უნდა გავეგოთ და მხოლოდ ამიტომ თავიდანვე რო ვაკრიტიკებდით, როცა ქართული მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. საქართველო არ არის ყოფილა ჩაგეტილი ქვეყანა. საქართველო ყოველთვის ცივილიზაცია, მოდის ცივილიზაციის სათავეებიდან და ყოველთვის ცივილიზაციის წვერვალზე იყო. ქვეყნის გადარჩენის გზა გარეთ არ არის. ჩვენ ვერც ამერიკა ვერ გადაგვარჩენს, ვერც რუსეთი და ვერც სხვა სახელმწიფო. ქვეყნის გადარჩენა ქვეყანაშია. ქვეყანაში ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი და დათათბირების კულტურა არის პირველი პოლიტიკური კულტურა, რომელიც დღეს განსაკუთრებულად ჭირდება საქართველოს და პირველ რიგში პოლიტიკოსებს. მაგრად ვიყოთ.